მოგესალმებით ხალხო. დიდი მადლობა პერიოდში მომზადებისთვის. Politische Institutionen შედარებისთვის, საკომუნიკაციისთვის, კომუნიკაციასაც ჩავთავთ. თამარობა გარიქნება. სტუდენტთა ჯგუფმა გადაწყვეტეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დემოკრატიის პარტიით ჩაგვეტარებიათ დებატები პარტიის 70 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატებს შორის. მთავარი მიზანი მართალია, რომ დემოკრატიული კულტურის ამაღლებისთვის ბევრი გვაქვს და ძალიან კარგი, როდესაც მსგავსი საინტერესება არსებობს მოსახლეობის მხრიდან. ვფიქრობ, სამწუხარო ერთის მხრივ კანდიდატების ესეთი მცირეოდენი ჩართულობა. სამწუხაროა ის, რომ მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემა ბევრმა არ ისურვა, თუმცა ჯერ პირველ რიგში მინდა უთხრა მადლობა თითოეულ კანდიდატს, ვინც მომზადდა. თემათა შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ბატონი ზვიად ხორცე, მათ გადავცემ სიტყვას. მადლობა კიდევ ერთხელ მონაწილეობისთვის. მადლობა მოკლედ ამაჩვენებმა მონაწილეობაზე. და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ იყო საქართველოს 2011 წლის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების დებატების მოდერატორი აქ ბათუმში, კონსერვატორიის სახლში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 79 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარები, როგორც ორგანიზატორებმა მითხრეს, ყველა კანდიდატმა, ვინც არის რეგისტრირებული, არის უბრალოდ ხელოვნებაში მონაწილეობა და ბოლო ინფორმაციით, რაც გვაქვს, არის 5 კანდიდატი და წინასწარ სწორედ მათ შორის ჩატარდება, წინასწარ შედეგების მიხედვით დაიკავებენ პასუხს განკუთვნილ ადგილს და ამის შემდგომ დავიწყებთ დებატს. დებატის წესი ასეთია, როგორც ორგანიზატორებმა განსაზღვრეს, 3 წუთი მიეცემა ყველა კანდიდატს, იმისათვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი მათ პოლიტიკურ პლატფორმას ამ ურჩევნებმა და რატომ აჯობებს მათი პლატფორმა მათი ოპონენტების ხედვებს. ამის შემდგომ იქნება კითხვებზე პასუხი, კითხვებს დავსვამთ და აუდიტორიის წარმომადგენლებით, ვისაც ექნება სურვილი, ისინი დანიშნებენ და მათთან მიკროფონით და ისინი დასვამენ შეკითხვას. პასუხებისთვის არის განკუთვნილი 1 წუთი და შეკითხვებისთვის გთხოვთ, რომ 9 წუთი, იმიტომ რომ დათმობილება პირველთან გასაგებია შეკითხვა და დებატი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს მithumetes. ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და კანდიდატებს კიდევ რაღაც ბევრი რამ აქვს მოსასწრებელი. მაშასემ ვთქვი ორგანიზატორებს, რომ წინს ჩავატაროთ კანდიდატებს შორის და შემდგომ ისინი პირველი ნომერი დავინეს. პირველი ნომერი ხალბატონი რუსუდან სიხარულიძე, პოლიტიკური გაერთიანება, დავით თახამურავი, ირმეინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია. გიორგი ქირთაძე, საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
სამნიძე, პოლიტიკური გაერთიანება, უშუქაშვილი რესპუბლიკა. და ნომერი 5 დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახალგაზრდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დებატის მონაწილეებს. მე განმარტებისთვის კიდევ ვიტყვი, რომ კითხვებზე პასუხის შემდგომ აუცილებლად ექნებათ დებატის მონაწილეებს კითხვები ერთმანეთთან, თუ რა თქმა უნდა კითხვები მათ არ მომეშლათ. მაშასე დებატები გახსნილია და ამ თანამედროვე ისთან განაწილა ისინი პირველ შესავალს იფასებიან. ამის შემდგომ მონაწილეობით პასუხებენ უკვე კითხვებს, მეორე ნომერი მომდებულ კითხვას მესამე ნომერი პასუხებს პირველი და ასე შემდეგ. მაშასე შესავალი სიტყვა თუ რატომ უნდა დაგიჭირონ ხარი ამ რჩევებში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის პროგრამიდან გამომდინარე, ეხება მოსადებელია საუბარი. ჩვენი პროგრამა გარიგებულია მოსახლეობაში, ხალხი მეტნაკლებად იცნობს ამ პროგრამას. ვთვლი, რომ ჩვენს პროგრამაში არის ძალიან ბევრი სასიკეთო ისეთი საკითხები შეტანილი, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემატურ საკითხს ეხება, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აწევს, სადაც ძალიან დაბალია სოციალური ფონი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიყოთ არა იმაზე, რომ შევიდეთ პარლამენტში და იქ დავიკავოთ ადგილები, არამედ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი დობით იყვეს მისი მთავრობის წინაშე, მისი ქვეყნის წინაშე. ხალხმა იგრძნოს, რომ მთავრობა მასზე ზრუნავს, ხალხმა იგრძნოს, რომ ის არის დაცული მის ქვეყანაში და ბოლოს და ბოლოს უნდა შექმნათ ის მადლიერი საზოგადოება, რომელიც ფაქტიურად უნდა არსებობდეს ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. და იმედია, რომ ეს ალბათ ეხლა მაინც ესე მოხდება. მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, მის ყოველ თითოეულ წევრს, ჩვენ არა უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი და არა უნდა ვექიშტოთ ერთმანეთს იმისთვის, რომ პარლამენტში დავიკავოთ დაკრული სკამები, არამედ ყველამ ერთად მეგობრობით, სიყვარულით, გაგებით, ცოდნით გავაკეთოთ ის, რაც ერთხელ ვთქვი, რაც ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს. ჩვენი ხალხი მინდა გითხრათ, გაიღალა ამდენი პრობლემებით. მოგესალმებით, მადლობა ორგანიზატორებს.
არქივის პროცესის კანდიდატი ამაზე ეგვებს არ ვისაუბრებ, ალბათ მისი ქმედება ხატავს. იმას რომ ბევრი არქივები საკუთარებო, და ამიტომ არ იდებენ ამბობს თავს. ეს შეიძლება რომ რაღაცა ზოგადად საუბრიდან გადავალო ავტორია და გადავიდეთ კონკრეტულ სამუშაოზე, ვისაც მოგონია რომ ნაციონალური ჯგუფი ზუსტად ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ისია მიჩნევში დამევისა. მე მგონია რომ ნაციონალური ჯგუფი ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე კარგად და სრულყოფილად წარმოადგენდა თავისი სამოქმედო გეგმა. წინასაარჩევნო პროგრამა, რომელთაც ის გეგმავს მომდევნო 20 წლის განმავლობაში მუშაობს. დღევანდელი რეალობა ყველას კარგად გვესმის, ეკონომიკა უკან მიდის, პროექტები შეჩერებულია, დასაქმება არათუ დასაქმება არათუ წყდება, არათუ პოლიტიკურ არესტება და ბუნებრივია ჩვენი ჟურნალისტი სახათი შემცირება სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მოგოჩნდება. ეს არის აუცილებელი. ავტონომურ რესპუბლიკაში ავტონომური რესპუბლიკის უფლებამოსილების ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ეხება როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობას. მათ შორის იმ ტიპის უფლებამოსილების ზრდა, მაგალითად როგორიც არის პროკურორის აჭარის მთავრობის საბჭოს სამართლებრივი უფლებების საბჭოს სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის დანიშნულში ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი წარმომადგენლობითი ორგანოების ჩატარება და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ ვაქციოთ ჩვენი ქალაქი საუნივერსიტეტო ქალაქად, როგორ დავაბრუნოთ ივანიშვილის მიერ წარმართული ეკონომიკური უნივერსიტეტი ჩვენს ქალაქში, როგორ გაიზარდოს ჩვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად, მათ შორის იმ პროექტების ამუშავებით, რომელიც შეჩერებაც ჩემი აზრით ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე მისი ამოქმედება, გულისხმობ კარიბიანის საკუთრებაზე ახლავს, ახალი ხიდების შენობებას, რომელიც პოლიგონის აკეთებას და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი მთავარი პრიორიტეტები და გეგმა შეეხება სოციალური სახლების შენობებას ჩვენს ქალაქში, ვიდრე თუ ეს არის ერთ-ერთი უწყვეტესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს რეგიონში. დიდი მადლობა. ალბათ ზემინარ ძილბაც. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ორგანიზატორებს და მოგესალმებით ჩვენს სტუმრებს. ჩვენი ბლოგის მიმართულება და დანიშნულება ამ საარჩევნო პროცესში არის ის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მოვახდინოთ გარკვეული ცვლილებების შეტანა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კანონმდებლობაში. ჩვენი მიმართულება ქვეყანაში აღდგეს და გაძლიერდეს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა. მოგხსენებათ, ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, თუ მას განვითარებული ეკონომიკა აქვს და შესაბამისად ქვეყნის ბიუჯეტიც ძლიერია. თუ ყავს ძლიერი მეწარმე, გვექნება ძლიერი ეკონომიკა და შესაბამისად ძლიერი ქვეყანა. მე მინდა გამოვიყენო ეს დროეთერი და ჩემი ხედვა და გულისკივილით თქვა, სანამ გავაგრძელებდი ამ თემას. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დომინირებს სიძულვილის დაპირისპირების ენა და ჩვენთვის ეს პირადად საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ვარ დარწმუნებული, ეს ძალიან მტკივნეული თემაა, რამეთუ ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელიც რაღაც 3 მილიონ მაცხოვრებელს წარმოადგენს, რომელიც აღარა ვართ, 220 და მეტ პარტიების შესაბამისად ოდენობა და დახრჩილი საზოგადოება. და თუ საზოგადოება დახრჩილია, ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი. უბრალოდ ყოველსა ჩემი აქტიური სუბიექტი და მათ მხარდამჭერები უნდა ვფიქრობდეთ, რომ ქონდეს ერთიანი ხედვა, იყო ერთიანი მთელი სახელმწიფო, რომ ქონდეს ერთიანი ძლიერი ქვეყანა. ჩვენი ერთ-ერთი ხედვა სწორედ ესაა. ჩვენ უნდა გაერთიანდეს საქართველო თავისი დაკარგული ტერიტორიებით და ამისთვის საჭიროა მოლაპარაკება იმ ადამიანთა მშვიდობიანი პოლიტიკით და დიპლომატიით, რომ დაბრუნებული იქნეს საქართველოს მმართველობაში, იურისდიქციაში აფხაზეთისა და ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკები. მართალია, რუსეთი სამწუხაროდ ოკუპანტი ქვეყანაა, მან წაგვარქვეს ტერიტორიები, მაგრამ მოლაპარაკებას მართავ იმასთან, ვინც ვისაც კონფლიქტი გაქვს. ამდენ კონფლიქტის მოგვარება კონფლიქტი არ გაგრძელდეს პერმანენტულად, მტრობა არ უნდა გაგრძელდეს პერმანენტულად და უნდა მოხდეს შერიგებაც, ხო? მე დამეხმარებით ალბათ. ამიტომ ჩვენი მიზანია მოხდეს დიპლომატიურ ენაზე საუბარი, შერიგება და ქვეყნის შესაბამისად შეუწყოს ხელისუფლების ერთიანობას. ერთიანი ქვეყანა, აი ჩვენ
მართლაც არის ჩვენი სლოგანი და ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამორჩევას, რომ დადგა სიმართლის დრო, უთხრათ ქვეყანას სიმართლე. მართალია, რომ ეს ქვეყანა საქართველო არის ძალიან პატარა სახელმწიფო, რომელსაც გარშემო ერტყმის ძლიერი და პატარა სახელმწიფოები და ხდება მსოფლიო გადანაწილება, საუკუნის ყველა საწყისში, ყველა საუკუნის საწყისში ეს ხდება და შესაბამისად გარკვეული ზონები პატარა ქვეყნებზე უფრო მეტწილად აისახება. ამიტომ საჭიროა სამშვიდობო პოლიტიკა გამოვიდროთ ყველა ქვეყანასთან და დაბალანსებული ურთიერთობა გქონდეს როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთან. ამის გარეშე ვერ ვიარსებებთ. მოგესალმებით, ისიც ხო? მოგესალმებით, მე გახლავართ ხალხნა სამნიძე, კანდიდატი 69 ოლქში. პარტიის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. ორ დღეში უკვე არჩევანი უნდა გავაკეთოთ. დიდალმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთოთ ამ არჩევნებზე. მესმის რომ აქ დამსწრე საზოგადოებიდან ალბათ არავინ არ არის გადაუწყებელი ამ არჩევნებში, იმიტომ რომ თითქმის ყველანი ვინც აქ ვართ, წარმოვადგენ მხარდამჭერებს რომელიმე პარტიის და ასევე დაინტერესებულ ადამიანებს, რომელსაც ვფიქრობ არჩევნები გაკეთებული გაქვთ. მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოკლედ გითხრათ ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, ჩვენი პროგრამის ის ნაწილი, ვისაც თქვენთვის საინტერესო შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ არ შემიძლია არ თქვა ძალიან მოკლედ, ეს უბრალოდ რო დავთქო, ძალიან მოკლედ გარემოს კანდიდატები, პარტიები, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები ვართ წინასაარჩევნოდ. მე ამ ხნის მანძილზე 3 თვეა თითქმის არის წინასაარჩევნო კამპანია და ამ პერიოდის მანძილზე არც ერთხელ არ მქონია შესაძლებლობა ჩვენს ოპონენტთან მართველი გუნდიდან, რომელსაც აქვს ერთადი პრეტენზია, რომ ის არსებობს და მას აქვს მოკლედ ჭეშმარიტების ფლობის უფლება და ის მოვა უმრავლესობით თითქოს საპარლამენტო არჩევნებზე, ისე როგორც უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე, ვიცით რომ ამ რეგიონში 2 არჩევნებია, არც ერთხელ არ ყოფილა იმის შესაძლებლობა, რომ მასთან ჰქონდეს დებატი და მას გაებედა და მოსულიყო ესაუბრა თავის ოპონენტებთან, ან პატივი ეცა და პასუხისმგებლობით მოკიდებოდა საკუთარ მოვალეობას, საკუთარ უფლებას, რომ ამ დისკუსიით, ამ რჩევებით თავისი საქმე უთხრას ამორჩეულს და ასე გააკეთონ ამორჩეულობა ინფორმირებული არჩევანი. აქ არაერთხელ ითქვა იმ სიძულვილის და შუღლის და ურთიერთმოწყობაზე აგებულ კამპანიებზე, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა და ასევე თოფაზის წარმომადგენელმა ელაპარაკეს სწორედ ამ სიძულვილის ენაზე და დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით აჭარაში მათი მხრიდან მიმდინარე საარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით პატრიოტთა ალიანსიდან გამომდინარე კამპანია არის სრულიად სიძულვილზე აწყობილი, ანტითურქული, ანტიმაჰმადიანური კამპანია, რასაც აპირებენ, რომ საერთოდ მოიპოვონ მხარდაჭერა და პირიქით ეს არის არამხოლოდ გამანგრეველი ჩვენი რეგიონის და ქვეყნისთვის, არამედ სახიფათოც კი ამ რეგიონისთვის, განსაკუთრებულად არაფერს ვიტყვი ბატონი თოფაძის სიძულვილის ენაზე აწყობილ მთელი მისი პოლიტიკური პარტიის ხედვებზე. ძალიან ცოტა დამრჩა, მე გვექნება დრო იმისთვის, რომ ჩვენს ხედვებზე გითხრათ, ჩვენი პოლიტიკური პარტია არსებობს 79 წლიდან. გახლავართ ამ პარტიის მეხუთე თავმჯდომარე და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თვალსაზრისით, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნის დემოკრატიზაციაზე, მე ვფიქრობ პარტია, როცა პარტიაში განვითარდა შიდა პარტიული დემოკრატია და თაობათა სხვა, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ასე. სამშვიდობისა, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ორგანიზატორებს. აქ უკვე ითქვა, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მკაფიოდ არის საქმელი, რა საარჩევნო გარემო გვაქვს დღეს საქართველოში და კერძოდ ბათუმში და უფრო მეტად რომ დავაზუსტო ჩვენს საარჩევნო ოლქში. მართალია, დღე და ღამ ხელისუფლება გვიმტკიცებს ჩვენ და უმტკიცებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ არის არნახული, იდეალური, პრაქტიკულად დემოკრატიული საარჩევნო გარემო, მაგრამ მას ავიწყდება, რომ დემოკრატიული გარემო არის მაშინ, როცა დაკმაყოფილებულია ელემენტარული პირობები ამისათვის, როცა სულ ცოტა დებატებია შესაძლებელი. ითქვა, გავიმეორებ, მე ვერ ვიხსენებ ბოლო 25 წლის განმავლობაში ვერც ერთ შემთხვევას,
როცა ყველაზე უფრო მსგავსო ხელისუფლებაც კი თუნდაც ყოფილიყოს ასეთ უცნაურ პოზიციაზე და უარი ეთქვას დებატებში მონაწილეობაზე. თუ თქვენ კანდიდატი ვერ შეგირჩევიათ, ეს თქვენი პრობლემაა. ახლა კი როგორმე უნდა მოახერხოთ, უბრალოდ მოგეხერხებიათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ. სირცხვილი, ცარიელის კანი, ჩვენ ვთქვით უკვე ერთ-ერთი დებატების დროს და მე უნებას მომცემ თქვენი სახელითაც გამემეორებ, თუ არა ჩემი სახელით აუცილებლად ვიტყვი, რომ ეს არის ოცნების დღევანდელი სახე. აი ეს არის ოცნება. ეს სიცარიელი. უყვარ რომ ამდენი დროის დაკარგვა პირდაპირ ვიტყვი, ვიხდება ჩვენ ყველას და მეც ოცნების ცუღლტობაზე პირდაპირ ვიტყვი. რასაც ჩადიან, ყველაფერი გვაქვს აღნიშნული ფაქტები, ის უმსგავსობები, რაც იყო ამ დღეების განმავლობაში. მაგრამ ამას მარტო ჩვენ არ ვხედავთ საბერძნეთად. აი ეს მიხარია ყველაზე მეტად. მე დავდივარ თქვენს ბატონებო, დავდივარ ხვდები ბათუმელებს, კარდაკარ მათ შორის და ვერ წარმოიდგენთ რა დამოკიდებულება საზოგადოების დიდ ნაწილში მართველი ძალის მიმართ. მე ულახილად გეტყვით, სულაც არ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი ამას რა შეიძლება მოყვეს, მაგრამ ეს ამ ძალის არჩევანი იყო. ამ ძალის არჩევანია. მზად ვარ, რომ როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში გამოვიყენო ყველა რესურსი იმისათვის, რომ ბათუმელების სატკივარი იყოს შესმენილი, აღქმული სწორად და დროულად გადაწყვეტილი. ასეთი აკონურობისთვის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენგანს დარჩა საქმეები და უცებად კითხვებზე პასუხის შემდგომში თქვენ ამის საშუალება გექნებათ. კითხვებს სეზონის ხალხი და იმედი მაქვს, რომ მალე აუდიტორიიდანაც იქნება შეკითხვები და ანიშნებ. რა თქმა უნდა, გარემო სასურველია, რომ საარჩევნო გარემო თანაბარი, თუმცა თანაბარი შანსები ალბათ კანდიდატებს არ აქვთ, მაგრამ ნებისმიერი თქვენგანი ფიქრობთ იმაზე, რომ გაიმარჯვებთ. და გამარჯვების შემთხვევაში თქვენ გექნებათ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. მე მინდა რომ ზოგადი შესწავლისთვის ერთ წუთში აუდიტორიას ვთქვათ, ის ორი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ექნება თქვენ, როცა შეყვავთ პარლამენტში. ბატონო გიორგი, პირველი ორი ინიციატივა. მადლობა კითხვისთვის. დაახლოებით 2 კვირის წინ გაიმართა პოსტები და ახლა ვიდეო შემადგენლობით ასეთი დებატი ჩართულობის ცენტრში, სადაც იგივე კითხვა ერთმა დაგმობათ ასლან ჭანიძემ დანიშნა. და მას დავუმეტე, რომ ჩემი პირველი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში იქნებოდა პროექტი, რომელიც მას მისცემდა მშვიდად ძილის საშუალებას. ეს შეეხება რეგულაციების განკაცებას ხმალთან დაკავშირებით. ესე რომ ბუნებრივი ამის იყოს არ გადავალ. შესაბამისად, პირველი საკანონმდებლო ინიციატივა აუცილებლად შეეხება ამას. მართლა გვაქვს რეალური პრობლემა, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა ამ მმართველებით არის ნაკლები. ეს თქვენი წინადადებით ეს იქნება საერთაშორისო კანონი. გარემოს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდა იმისთვის, რომ ასლან ჭანიძემ და თითოეულმა ჩვენთანმა დავიძინოთ უკეთ. ეს იქნება და არის ძალიან მნიშვნელოვანი მე მგონი. ასევე ალბათ თავისუფლებული ინიციატივები ჩვენ აუცილებლად გვექნება აჭარის თანამდებობის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს შეეხება წარმომადგენლობით ისე ამას უყურებს. ბატონო ზევინა. ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება საბანკო სისტემაში მაღალპროცენტის საპროცენტო განაკვეთის დაწერის შესახებ ინიციატივის გადანას და მეორე იქნება უმაღლეს საშუალო განათლებასთან დაკავშირებით, კერძოდ უმაღლეს სასწავლებლებში მოგახსენებათ არის ძალიან მაღალი გადასახადი, რაც ცოტა შეჭრილობილ მოსახლეობას მძიმე წვლილთან დაწყება და გარკვეულ სტუდენტებს სტატუსზე ხოლმე მეორე შევეხებდა აგრეთვე ტკივნეულ პრობლემას, რომელიც ძალიან დიდ ტკივილად ადგება აგრეთვე პედაგოგ მასწავლებლებს, რომელსაც წარდება ერთგვარი ექსპერიმენტი პერმანენტულად დაწერილი სადამოცო პროცესების გამო. და შევეცდებით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი აზრი გამოხატოთ და ინიციატივა შევიდანთ.
პარლამენტში. რა ტიპის ინიციატივა? რომ შემცირდეს უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადი, რომელიც ძალიან მაღალია და მეორე, მასწავლებლის გადასახადა ქოსის აუცილებელია ახალი ინოვაციების დანერგვა, მაგრამ ეს გამოცემები, რომლებიც ძალიან ისეთი ტკივნეულად აღიარება პედაგოგებისათვის, ხო ეს გადახსნილი იქნას ეს პრობლემა მომგვარდეს. მხოლოდ ორ ინიციატივაზე საუბარი. პირველი, რასაც ჩვენ არაერთხელ გაგვიჩვენებია და გვითქვამს და არაერთხელ გვისაუბრია არა წინასაარჩევნო, არამედ ყოველთვის ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის რეგიონების სამხარეო განვითარება და ამ შემთხვევაში აჭარის რეგიონის როგორც სამაგალითო სამხარეო თვითმმართველობის განვითარება. ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი სტატუსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. გიორგი მახსენა რომ ამასთან დაკავშირებით უფრო მოგწევს გაზო, თუმცა 9 წლის მანძილზე ეს ნაციონალურ მოძრაობას არ გაუკეთებია და ჩვენ ვიყავით სწორედ ამიტომ გავამიჯნეთ ერთ-ერთი მიზანი იყო მიზეზი იყო ამის ნაციონალურ მოძრაობას 2020-ში და დამოუკიდებლად მიიღეთ მაშინ უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა, რომ უფრო სტატუსი არ არის შესაბამისი და ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონი, თვითკმარი რეგიონი, რომელსაც არ მოუხდება მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა იმ წესით, რომელიც გვაქვს და მიიღებ უმაღლეს საბჭოს ექნება საშუალება, რომ თვითონ დანიშნოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. და მეორე ერთ-ერთი მძიმე საკითხი, სხვა დროს ვიტყვი, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის თაობაზე ცვლილებები აუცილებელია. უპირველესად, ვინც არ უნდა წამოაყენოს სწორი, აზრიანი, გონივრული ინიციატივა საკანონმდებლო, ხასუხობ, ვინც არ უნდა იყოს, ყველას დაუჭერ მხარს. თუ სწორი იქნება, მეც იქნება. თუ არ იქნება, არც ჩემიანი მჭირდება ასე. ეს საზოგადოება. რაც შეეხება კონკრეტულად. აი, რაც მაჩვენა ახლა ამ წინასაარჩევნო გარემო და რასაც ალბათ ვერ წარმოვიდგენ. ეს არის კოშმარული, ანომალიური ჩართულობა საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა ხელისუფლების სასარგებლოდ და მმართველი პარტიის და სახელმწიფო სივრცის შეცვლა. გავაკეთებ ყველაფერს სხვებთან ერთად, რომ ეს ისე მკაცრად გაიმიჯნოს და ისე სამუდამოდ, რომ არასდროს არავის არ ქონდეს ამის გაკეთების შესაძლებლობა. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა აი ამ რესურსის საკუთარ მონამორჩილებად გამოცხადებისა, როგორც ამას აკეთებს სამწუხარო ხელისუფლება. ადამიანს, რომელიც არის ამ ქვეყნის მოქალაქე. ეს არის და სამართლებრივობის აღდგენას ვიტყვით სწორედ ამიტომ, რომ ის ხალხი ამბობენ მეტი დრო ჩვენ დავუშვეთ ოპონენტის პასუხს და კი ბატონო, თუმცა აუცილებლად მინდა დავაზუსტო და იმიტომ რომ რამდენიმე კანდიდატმა ისაუბრა რეგიონალიზმზე და სტატუსის ზრდაზე, კერძოდ აჭარის ავტონომიის, ზოგადად რეგიონების. ჩემი კითხვა შეეხება იმას, თუ როგორი იქნება თქვენი შეთავაზებები საქართველოს ჩვენ სახელმწიფოში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდისთვის და რა როლი რა ადგილი ექნება მმართველობის საერთო ჯაჭვში რეგიონებს.
Ჭიმიაზე იმდენად რამდენად გვაქვს ქვეყანაში ავტონომია და გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობებიც თუ კი ეს რეალურად უნდა არსებობს, მხოლოდ քաղաքზე არ უნდა არსებობდეს, უნდა გქონდეს მას ის თანაბარებრივი სტატუსი, რომ შეეძლოს ადგილობრივად გარკვეული საკითხების გადაწყვეტილების მიღება, გარკვეული პრობლემების მოგვარება და თავისი ფუნქციის, თავისი როლის უფრო დამოუკიდებლად შესრულება. დღეს შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით წინა საარჩევნოდ ჩვენ ვხედავთ თავადაბლების განსაკუთრებით მმართველი გუნდის შემადგენლობას, როგორც უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ მიზანია, რომ განდევნონ პოლიტიკა მთავარი პოლიტიკური ორგანოებიდან. ასეთი შემადგენლობა გვაქვს უმაღლეს საბჭოში და უმაღლეს საბჭოში ნახეთ ჩვენ რომ ხედავთ, რამდენად უფუნქციო გახდა უმაღლეს საბჭო და საერთოდ არ მიმდინარეობს პოლიტიკური დისკუსია, პოლიტიკას, რეგიონის პოლიტიკას უნდა განსაზღვროს უმაღლესი საბჭო და ამისთვის უნდა მიღვაწოთ და ამიტომ უნდა იყოს კვალიფიციური პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭო. რაც შეეხება თვითმმართველობას, დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი თვითმმართველობები, მივაღწევთ რესპუბლიკელებმა იმას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ 50%-იანი ბარიერი ყოფილიყო, არჩევნითი მერები და გამგებლები ყოფილიყო, მაგრამ გადასარდელი უფრო სიღრმისეული ნაბიჯები, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი გამგებლები და მერები ანგარიშვალდებულნი ამორჩევლის წინაშე და არა გუბერნატორის და ცენტრალური პარტიის წინაშე და ფინანსურად დამოუკიდებელი თვითმმართველობები ასე. მე დავეთანხმები და განვაგრძობ ამ აზრს, თუ გულახდილად ვიტყვით, აღმოვაჩენთ, რომ იმდენად ფორმალურია ეს ადგილობრივი თვითმმართველობები, თუნდაც ბათუმის და აჭარის ავტონომიის მაგალითზე, რომ ხშირ შემთხვევაში სასაცილოც კია. ბოლო 4 წელმა რა გვაჩვენა. აბა მოვიდეს აღმოცნების წარმომადგენელი ნებისმიერი და მითხრას, რომ ეს ასე არ არის. 4 წელმა რა გვაჩვენა. რა იყო ეს მმართველობა? აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარის, მისი გუნდის, რა ტიპის მორჩილება იყო? რა უმსგავსობა იყო და როგორ გრძელდება ეს ტენდენცია? ამას უნდა დავუსვათ წერტილი. დარჩენილ 16 წამში ვერ გეტყვით, ცხადია როგორ, მაგრამ ეს უნდა იყოს ამოცანა. და ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზით, მეტი დემოკრატიით. სხვა რეცეპტი აღარ არსებობს. ასევე ვეთანხმები ბატონ არბაზის გამოსვლას, რასაკვირველია თვითმმართველობის შემოღების ხალხი, რომელიც პროფესიონალები არიან, რომლებიც გადაწყვეტილების საკითხებს რეგიონიდან გამომდინარე პრობლემებიდან ნამდვილად უნდა იყოს მეტი დემოკრატიულობა, არ უნდა იყოს ნამდვილად ეს მორჩილება, რომელსაც ჩვენ ხედავთ ამ ბოლო პერიოდში და ვფიქრობ ასეთ მუშაობის პირობებში ყველა საკითხი იქნება გადაჭრილი მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამ საკითხის გადაჭრა გამოადგება ხალხს. ხალხი უნდა იყოს აუცილებლად ჩართული, ხალხი უნდა იყოს ინფორმირებული ყველაფერი იმაში, რასაც თვითმმართველობა რა პროექტებზე და რა საკითხებზე მუშაობს და ჩვენს პროგრამაში წესს არის, რომ გავაკონტროლოთ მუშაობა და მმართველობის მუშაობა. მადლობა. ასევე პროფესორობას ქართული ოცნება მოვიდა იმ დაპირებით, რომ ეცემოდა ძლიერი თვითმმართველობა. რა გვაქვს შედეგი? თვითმმართველობა ეს ამაზე ბევრად უფრო სუსტი ის იყო. ძალიან მარტივი მაგალითებით. რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ენის ბიუჯეტის შესახებ, ქართული ხალხის კოლეგები მას ხალხი დაუჭირეს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობიდან წავიდა სახელმწიფო სამსახური უფრო მეტიც, ჩვენივე ფულით. თვითმმართველობის ფული წაიღო შინაგანსაქმეთა და სამინისტრო. რამოდენიმე თვის წინ ბათუმის საკრებულოში რესპუბლიკელებმა მათ შორის სამწუხაროდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც საბურთალო კლუბი თბილისში დაფინანსდა ბათუმის ფულით, რაღაცა ფეხბურთის განვითარების ფონდი გააკეთეს. უამრავი სხვა მაგალითის მოყვა შეგვიძლია, რითაც უამრავი სხვა მაგალითის მოყვა თვითმმართველობის უფლებასობა დაკნინდა, ვიდრე გაიზარდა რეალურად ბოლოს განმავლობაში და ერთი სიტყვით. კარგია პირდაპირ წესით არჩევნები, გამგებლების ადამიანების, თუმცა მისი პრაქტიკა იყო
ისე დავიწყეთ და ეს იყო თბილისი. ძალიან კონკრეტული საკითხი გამომდინარე ამ თქვენი მსჯელობიდან პირველი ხალხური საქმიანობა. ორი კითხვა არის და მოკლედ პასუხები. პირველი, მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ თქვენს პოლიტიკურ გუნდს, რომ უნდა მოხდეს რაიონების იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც არის და შეიქმნა სხვა ტიპის მუნიციპალიტეტები და მეორე, უნდა არსებობდეს თუ არა სტრუქტურული ერთეული რეგიონი და იყოს სხვა რეგიონები იმავე უფლებამოსილებით, როგორც აჭარა. მეორე შეკითხვით დავიწყებ, შეიძლება მოკლედ პასუხის იმაზე საუბარი თვითმმართველობა დღეს უფრო სუსტი იყო ადრე არ იფუძნება არავითარ არგუმენტს ჩვენ გვყავს პირდაპირ არჩეული მერები, პირდაპირ არჩეული გამგებლები და ამის პრაქტიკა არ იყო, მარტო თბილისის მაგალითზე თუ შეიძლება მოვიწყო ამას და კარგად გახსოვს ეხლა მიმდინარე თვითმმართველობაში კონკრეტულ საკითხებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ მახსოვს მე როცა ვიყავ საბჭოს წევრი, როგორი ტიპის დავალებებს იღებდა თვითმმართველობა, მედიასზე კი ძალიან კარგად მახსოვს, უმაღლესი საბჭოს შენობის შეშუშვა ეგრეთ წოდებული ძალიან კარგად მახსოვს, იყო პირდაპირ დავალებები თვითმმართველობაზე, არ იყო განხილული თვითმმართველობის საკრებულოს თომებზე არავითარი გადაწყვეტილება, იღებდნენ დავალებას და კეთდებოდა თვითმმართველობის მხრიდან. ამიტომ ამაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას და გაცილებით სუსტი იყო თვითმმართველობა, თუმცა დღეს ძლიერი არ არის სამწუხაროდ ჩვენ რესპუბლიკელებმა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად კოალიციაში და ამიტომაც ვიღებდით ძალიან ბევრ შენიშვნას, კრიტიკას და ჰქონდა დაპირისპირებად კიდეც ვერ შევძელით ჩვენი პარტნიორები დაგვერწყმულებინათ თვითმმართველობის როლში, თვითმმართველობის სიძლიერის აუცილებლობაში. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ძალიან სამწუხაროა, კონკრეტული კითხვები იყო და ვიტყვით კონკრეტულ პასუხებს. რეგიონებს მე გავამახვილებ ყურადღება, რომ ჩვენ გვინდა აჭარა იყოს სამაგალითო თვითმმართველო თვითმმართველობაც, სწორედ სამაგალითო სიმბოლოს ვამბობ, რომ უნდა არსებობდეს მხარეები საქართველოში. ბატონო არმაზ. უპირველესად უნდა ვთქვათ უარი ხელოვნურ ასე უხეშ ხელოვნურ ინექციებზე. როცა ვიღაცის თავში გადაწყდება ერთი ადამიანის ან სამი ადამიანის, რომ ასე უნდა იყოს მხოლოდ და არავინ არ კითხავს, არც ადგილობრივებს. არანაირი კვლავ-ვიმეორებ, აი უმთავრესი პრობლემა რა არის? ყოველგვარი დემოკრატიული განხილვის მსჯელობის, წინასწარი მსჯელობის გარეშე. ეს შედეგად იძლევა იმას, რომ დღეს ბევრია უკმაყოფილო ამ საზღვრებში და საზღვრების დიდი ნაწილი არის მართლაც ხელოვნური. სტატუსთან დაკავშირებითაც ითქვა, აქაც კვლავ გავიმეორებ, მომხრევარი მხოლოდ ერთი გზის, მეტი საზოგადოებრივი ჩართულობით, დემოკრატიული ღია განხილვებით მოხდეს ყველა საკითხის გაანალიზება, განხილვა და გადაწყვეტა. მაგრამ მოსახლეობა არ აქვს შეიძლება საზღვრები ეხმარდები, ეს არ არის თვითმმართველობის საზღვრები, ეს მხოლოდ საარჩევნო საზღვრები. რასაც ეხლა ვაკეთებ და ეხჯერებთ. მადლობა. თვითმმართველობის საზღვრების უცნაურია. არა, მე დავსვი შეკითხვა პირველი. მიგაჩნიათ თუ არა დარაიონების ის სისტემა უნდა დაიშალოს, რაც არის დღეს საქართველოში და შეიქმნა სხვა ტიპის მუნიციპალიტეტები და მეორე, უნდა იყოს სტრუქტურული ერთეული სხვა რეგიონები, თუ მხოლოდ აჭარა უნდა სტაბილურდეს რეგიონის სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ აჭარა უნდა სტაბილურდეს რეგიონის სტატუსი, მაგრამ თუ ეს ისეთი სტატუსი იქნება, როდესაც მაინც მართებული იქნება ზემოდან და თვითონ რეგიონი თავის პრობლემებს თავისით ვერ მიიღებს, ვერ გადაწყვეტს, ვერანაირი პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაშინ ამას არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ეს სტატუსი აქვს მინიჭებული აჭარის რეგიონს, ეს სტატუსი უნდა იყოს სწორად გამოყენებული, რათა აჭარა თავის პრობლემებიდან გამომდინარე მოახერხოს თავისი საპრობლემო საკითხების გადაწყვეტა. სხვა რეგიონებთან დაკავშირებით ამით შეიძლება იქნებ უკეთესიც იყოს, რომ ყველას ჰქონდეს თავისი სტატუსი, იმდენად რამდენადაც ყველა რეგიონს ალბათ უკეთესად აქვს თვითცნობიერებული რა პრობლემები აქვს და როგორ უნდა მოახერხოს ბანკი გადაწყვეტა. შოვენ ფაქტებს და პროცესები, რომელიც
იმეჩნია, რომ ძალიან უპირველესი ამოცანა ალბათ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მისი უფლებამოსილების ზრდა, ისტორიულად ჩამოყალიბებული რაიონების ხელოვნურად შეცვლილება მემახსოვს გამიშენებოდა თოთაფესი განსხვავებით თოთაფეს ადენეულიც არ გამოვიდა დარჩა ისე როგორც არის, რაც იმეჩნია, რომ არის ამ ეტაპისთვის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ქვეყანაში განვითარებისთვის ადამიანების უკეთესი ცხოვრებისთვის იმეჩნია, რომ ძლიერი თვითმმართველობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ძლიერი თვითმმართველობაში გულისხმობ მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას პირველ რიგში და არა დავიწყოთ იმაზე საუბარს და რეფლექსიას მომარტივეს მაგალითს ვიტყვით, ბოლო ცვლილება ბათუმის საკრებულომ 2 კვირის წინ მიიღო და ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. ყველა თანხმობრივი თვითმმართველობაში რო არასწორი იყო, მაგრამ მაინც შეიტანა ეს ცვლილება. ასე რომ ამის ფონზე სხვა რაღაცებს როგორ გამიშნეს და ცუდია ნებრივი ბიუჯეტი მისი სამართლებრივი და ეს ხო, ორი ბიუჯეტი. როგორც ძლიერი თვითმმართველობა უპირველესი, ვიდრე ძლიერი რეგიონი. მადლობთ. მეც დავეთანხმები იმას, რომ აუცილებლად არსებობდეს ძლიერი თვითმმართველობა, თუ უნდა გქონდეს ავტონომიური რესპუბლიკა და ამას სტატუსი განსაზღვრავს, ეს შესაბამისად უნდა იყოს ძლიერი თვითმმართველობა ცხადია, რომ საკუთარ მაგალითად წლებია, მოდის კანონპროექტები თბილისიდან მხოლოდ ინფორმაციის დონეზე. და თუ კი სტატუსი არსებობს, მაშინაც უნდა შესაძლებელი იყოს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივ დონეზე. ხელშეწყობა ექნება თვით რეგიონის გაძლიერებისათვის. ჩემი აზრით, ჩემი ხედვა ამ მხრივ ასეთია, უნდა იყოს ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და სტატუსის განსაზღვრული და მეორე ეს კითხვა, რომ სხვა რეგიონებსაც უნდა ჰქონდეს თუ არა სტატუსი, ალბათ უკვე ძალიან საერთო საკითხია, იმიტომ რომ თუ დაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიც არის და სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა შეხედულებები არ არის ამაზე ერთსახლოვანი შეხედულებები და სხვადასხვა რეგიონის სტატუსის მინიჭება შეიძლება ცოტა სახიფათო იყოს, იმიტომ რომ თუ დაჭარის ავტონომიის, ოსეთის ავტონომიის, აფხაზის ავტონომიის არსებობა საქართველოში გარკვეული ხიფათები რომ არსებობდეს და ამტკიცა. მადლობთ. არის თუ არა აუდიტორიიდან შეკითხვები? მიკროფონი მიაწევთ, შეიძლება. გაგვთვალა ბოდიში მოსახლეები ქართველი ხალხის წინაშე თუ არ გაგვთვალო და თუ გაგვთვალო კითხვა მხოლოდ ნაციონალური მე ყველას თუ არა რატომ თუ არ რატომ კი ბატონო პირველი უპასუხებს ბატონი არის ძალიან საყურადღებო აზრია და შეკითხვა ვფიქრობ, რომ ყველას, ვინც პოლიტიკაში ჩართულია, მოსახლეები აქვს ბოდიში, შეიძლება სხვადასხვა გვარი იყოს ეს ბოდიში, გულისხმობს სხვადასხვა გვარად ხედავდეს შენს წილ პასუხისმგებლობას. მე ზუსტად გეტყვით, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ის, რაც დავიწყე. პრაქტიკულად 2 წლის წინ ოცნებაში ყოფნის დროს ამ მმართველობის ხილება ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა ამაზე საუბარი თავიდანვე საჭაროდ. ჩემი აზრით ეს ალბათ იქნებოდა უკეთესი და ამის გამო, როცა ხვდები საზოგადოებას კიდეც გამოვთქვა შეცვლილს. ბევრი სხვა რამ არის კიდევ შეიძლება დარწმუნებული ვარ სხვაც, მაგრამ ახლა მხოლოდ ეს ვითხარით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამ ბოლო პერიოდში ორი მოწვევის პარლამენტი გამოდიარეთ ფაქტიურად და ძალიან ბევრი დარღვევები იყო. ისეთი დარღვევები, რომლებიც არ აეწყო იმ ხალხის საკეთებლად და ყოფილიყო. იყო ისეთი სიტუაციები, როდესაც ფაქტიურად რასაც ჩვენ ვიწაკითხოთ სამართლიანობა უნდა აღდეს, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ იყო ძალიან ბევრი უსამართლო ქმედება.
აი ისაც აქვს ეს ჩადენილი, ეს უნდა გამომწვავდეს და ნამდვილად აქვს ალბათ ბოდიში მოსახდელი. მაგრამ ეხლა აქ ოპონენტებმა რა ბოდიში უნდა მეკითხავდეს ამ საკითხებზე თქვენ. ისაც ეხება ალბათ აქვს, იმიტომ ეს უნდა ალბათ გამოდროული და ანგარიშა ამისი და თუ არის ასეთ შესაძლებლობა და შეფასება უნდა მოხდეს. აი ეს მინდა გითხრათ. უნდა მოხდეს შეფასება და ამის შემდეგ პარტიაში მუშაობიდან საერთოდ იწყებს ბოლშევიკის მოხდა არის. მე იქ შეგიქვა ჩემი ყურად გავიგე მინდა ესე ვთქვი რომ რა არის, რასაც არ გავაკეთებ და გავაკეთებდი უკეთესად. მართლა რა გონებრივია ესეთი ბევრი ფაქტი ჩვენი სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პროცესში საკუთარ თავზე ვიტყვი რომ მგონია რომ მოქალაქეთა ჩართულობის მეტი უზრუნველყოფის გაკეთება იყო შესაძლებელი იმ პროექტების განხორციელებაში, რაც მათში კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ამის ახსნა არის რომ სტრაფიტებით კეთდებოდა და რაღაცას ვერ ვასწრებდი. ესაც ვიტყვი რომ ეს იყო ჩვენი მთავარი შეცდომა და რაც პირველ რიგში გამოსასწორებელი არის ეს. შესაძლებელია სტრატეგიის პროექტების განხორციელება, ოღონდ მაქსიმალურად უფრო მეტად მოქალაქეთა ჩართულობა. აგერდა ბატყუებს რა შეურაცხყოფას მოყენებ. მეტი რაღა უნდა ქნას. დედა უნდა შემაგინოს ამის მიერ. დედა უნდა შემაგინოს ამის მიერ. ჩვენ შეიძლება არ მოწოდოს რაღაცა იმას ჩართულობა არ გამოდის. ახალ კომენტარს მიკეთები. შენი დრო რა მოა გამეცი მასუხი ამის მაგივრად. დაწესაები ხარ? არა, ჩვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას და ბლაბლას იცადეთ ჩვენ აქვს ხედავთ. არა, კითხვა დაუსვი პატივი წეს. გამწეს პასუხი. და გაქცევ პასუხი შეიძლება არ იყოს ის დამაკმაყოფილებელი, რადგან შეიძლება არ იყოს დამაკმაყოფილებელი ის პასუხი. მეორე კითხვა დაუსვი, ვექნებათ ამის საშუალება. დავალებით მამა შენთან ხარ მისული. უნდა უსმინო რა არა იყო აკა შენგან მეკაცე კიდევ აგამე. რა მინდა კი არა რომ ცაცხა უნდა იყოს იგი მინდა. და თქვენ სიდო თქვენ აკანა რომ ვისას ძალიან ორბა უდანაშაულო ადამიანმა მეიხადა ბოდიში მის ინფორმაციას აქვს გადაერთი და ვაყოფითი მხარეები, ყველა ხელისუფლებას შესაბამისად გადაერთი და ვაყოფითი მხარეები არის ხელისუფლებები, რომლებიც არჩეული ხალხის მიერ და ხალხის ინტერესებს ატარებს, თავის მოვალებას ასრულებს ისე როგორც სახელმწიფო ფერმერთა სამსახური ავალებს, თუმცა ხდება ესეც, რომ ხდება უფლებამოსილების გადაჭერება და სამწუხაროდ საკამათო თემა, მაგრამ ისა რეალობა მაპატიოს ოპონენტებმა არიდა ისა სიძულვილს ეკითხა ლაპარაკობთ, მაგრამ კამათი უნდა ვთქვათ რეალურად რომ დანაშაულებები იყო შეცდომები, იყო ცნობილებები, მაგრამ ყველაფრის შანსს გვაძლევს ქვეყანა და ხალხი შეიძლება გამოსწორება, თუმცა ჩამოყალიბება ჯობია რომ ერთად ვაკეთოთ საქმე, გამოსწორების შეცდომები რაც იყო დაშვებული და ერთ-ერთი ქვეყნის შენებისთვის ვიფიქროთ. ბოდიში თუ არის მოსახლეობები, ბოდიშის მოხდა არის არც დანაშაული და არც ცხვილი, ვიდრე მისების ამაღლებას გიჟოს ბოდიში.
მიღწევა არსებობდეს პოლიტიკოსებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, იმიტომ რომ პასუხი როგორი მუშავა, როგორ ემსახურება პოლიტიკოსი იყო და თანამდებობის პირი განსაზღვროს არჩევნები და ეს არის სწორედ ჩვენი პრემია თუ ბუდიშის მოხდა. ასევე უპასუხებ ამ შეკითხვაზეც. ჩვენ პოლიტიკოსები მუშაობთ იმისთვის, რასაც ვლაპარაკობ წინასაარჩევნოდ, რასაც ვაკეთებთ მთელი ეს პერიოდი, სანამ არჩევნები, მაგრამ არჩევნებზე არის სწორად ის დრო, როდესაც ამორჩეული თავის ერთ ძვირფას ძალიან მნიშვნელოვან ხმას აძლევს იმ პოლიტიკოს, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც დაიმსახურა ეს ხმა. სწორედ აქ არის პრემია უნდა არსებობდეს და ბოდიში უნდა იყიდეს პოლიტიკური პარტიის. დიდი მადლობა. საბოდიშო ნამდვილად დებატების მონაწილეებს და გონი მეცადა გვაქვს ეს და ის გამოცხადა, მაგრამ მაინც ბოდიში. ტიპა ერთ ვიბაშტია რომ ყველა უნდა ასრულება იმ პარტიაზე, ამიტომ მიუხედავად აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულებას ბატონი სუდანის მიმართ, ჩვენი ბატონის მიმართ, მე მინდა დავუსვა მაინც შეკითხვა, რომელსაც უსვამ ყველა წარმომადგენელს ჩვენი პარტიისა ნებისმიერ საჯარო შეხვედრას. ხოლო თავდაცვას თბილმა ლიდერმა, ბატონმა თარმა მოურავმა, საჯაროდ უწოდა ქვეყანას, რომელთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც არის ნატოსები და ორივე პირთან რატიფიცირებული საზღვარი, დემარკაციული ხაზი. ეს არის თურქეთი, მან უწოდა ოკუპანტი ქვეყანა და დეცივილიზებული სამყაროს ტერი. როგორ ფიქრობ? ასეთი ტიპის განცხადებები ზრდის ხიბად ჩვენი რეგიონისთვის, საერთოდ საქართველოსთვის, თუ ხელს უწყობს ჩვენ მეზობლურ კეთილ მეზობლურ პოლიტიკას და ჩვენ სწორედ ჩვენ დაიწყეთ ეს თემა, რომ ვილაპარაკოთ არასიძულვილისები, ვილაპარაკოთ სიყვარული, რამდენად შესაბამისია თქვენი ლიდერის პოზიციები და საჯარო გამგებლები ჩვენს პირად პოზიციებს. მადლობა. შეუძლიათ მათ ისე გაკეთება შეუძლიათ ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მან ახსენა, ჩვენ აუცილებლად უნდა გქონდეს მეგობრული დამოკიდებულება, მე არ ვიცი თქვენ ეს გაიგონეთ თუ არა, ჩვენ უნდა გქონდეს გარკვეული ურთიერთობები, დიდი ხანია მაგრამ ერთად ცხოვრობთ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა, რასაც ქვია ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, უნდა იყოს მეგობრული დამოკიდებულება, უნდა იყოს სავაჭრო ეკონომიკის განვითარება ერთმანეთში, განვითარება ვფიქრობ არ იყო მხოლოდ ინიციატივის წამოსული ექსპერიმენტი, რომ ჩვენ ერთმანეთში ომი გამოვაცხადოთ. ნამდვილად არ იყო ასე დასმული საკითხი. სხვა კანდიდატებს აქვს თუ არა კითხვაზე პასუხის გაცემის? კი, ძალიან მოკლედ დავამატებ ამ შეკითხვას, ესეთი ძიმე საკითხია. ამ თემით დაიწყო სამწუხაროდ თავისუფალ მთელი საარჩევნო კამპანია აჭარაში და ფრონტის ხაზზე აჭარაში გადის, აჭარაზე გადის, აჭარაში თურქეთის წინააღმდეგ აქტიური მოქმედება, მთელი რიტორიკული პათოსი სამწუხაროდ ნამდვილად თქვენი შეხვედრის, მიტინგის, რომელსაც აანონსებთ, რომ 2008 სექტემბერში ამას მნიშვნელობა არ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს, მაგრამ თქვენი სარეკლამო რგოლები და ასევე არჩევნებით ინფორმაციას შემდეგნაირად, რომ საქართველოში 100,000 თურქეთის მოქალაქე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, წავლებას თურქეთი, მოხდება ექსპანსია, სრულიად ძალიან საფრთხეთო და სრულიად სიცრუეზე დაფუძნებული განცხადება, იმიტომ რომ საჯარო რეესტრისგან არსებობს ინფორმაცია, რომ 5,000 ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა, თურქეთის მოქალაქეობის, მათ შორის 2,000 აქვს ორმაგი მოქალაქეობა. ამიტომ ძალიან საფრთხეთო პარტიის ყველა განცხადება და სარეკლამო გოლი, რომელიც
რაც შეიძლება იმასო კითხავს მე მგონია რომ ის რასაც აკეთებს ჩემი აზრით ახალ მოურავთ ამის პარტიის რა თქმა უნდა არ არის სწორი თუმცა ამას სათავეში ცოტა უფრო შორსა 2012 წლის არჩევნებში ყველას კარგად გვახსოვს რა მუხტით მიმდინარეობდა ჩვენს ქალაქში აქ ჩვენ ვიტყვით რომ საფლავებზე მაშინებით მენჩიც და ეს განწყობები და ეს ამ ტიპის გამოსვლები მაშინ ვიძახობთ რომ რელიგიის პოლიტიკაში შემოტანა ამ ტიპის ენით საუბარი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ცუდი და დამოკიდებელი. ამის გაგრძელება იყო ზუსტად ის რაც ამოწყალოთ მე მოხდა ჭელაში, იუზიანში, ხობულეთში და ასე შემდეგ. ასე რომ ამ ტიპის განცხადებებს გავაკეთებთ თუ რაღაც ანტიკულტურის გაჩენიაში ერთი მიმართულება და საერთოდ ენით საუბარი პოლიტიკაში მეგობას შედეგები რა მადლობა. პირველი ბანალურია, მაგრამ უნდა ვთქვათ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან ალტერნატივა არ გააჩნია. მეორე, ყველგან და ყოველთვის სიზულვილის ენა მაშინ გამოდის ასპარეზზე, როცა სხვა იარაღი დემოკრატიული, ნორმალური, შესაფერისი არ გაგვაჩნია. ასე ახუნდა ჩვენი ხელისუფლების შემთხვევაში. ის სიზულვილის ენის დანერგვას უწყობს ხელს. დეკლარირებული კი აქვს სამშვიდობო პოლიტიკა შიგნით და გარეთ, მაგრამ რეალურად მას სიზულვილის ენაზე აქვს მთავარი აქცენტი გაკეთებული. იმიტომ რომ სხვა ენა ალტერნატივა დემოკრატიული სივრცე აქედან გამომდინარე მისთვის ნიშნავს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენას. ქვეყანაში ჭირდება მეტად სტაბილურობა და უსაფრთხოება. ჩვენში ცხოვრება წერანზალში და გავიმეორე რომ ჩვენ გვყავს ახლა მეზობლად როგორც დიდი ქვეყნები, ასევე პატარა ქვეყნები, რომელთანაც პატარებთან გვაქვს კონფლიქტური სიტუაცია და ის უნდა მოგვარდეს ყველა სამხედრო გადაწყდა სახელმწიფო პოლიტიკა, მეორე თურქეთი, რომელთანაც მივარდეთ ასევე არაერთგვაროვანი მსჯელობები მიდის. მე ვიტყოდი რომ არც ერთი ქვეყანა თავის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოქალაქეობის როგორც საქართველოშია საარჩევნო სფეროში ისინი დარეგისტრირებული არიან როგორც სამომრჩევლები და საკმაოდ დიდი რაოდენობით. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო სფეროში არიან დარეგისტრირებული, როგორც სამომრჩევლები. ერთი წუთით საქართველოს ცხოვრების უბრალოდ სხვა ქვეყნებში ეს არის ცუდი სხვა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ ყველაფერმა საბოლოოდ შორეულ პერსპექტივებში რეალი საფრთხე არ უნდა შეუქმნას ჩვენს ქვეყანას. ანუ ქვეყანაში თვითონ ხელისუფლება უნდა დადგეს იმის სიმაღლეზე, რომ შუამდგომში საფრთხის შემცველი არ გახდეს. თორემ სტაბილური ურთიერთობა უნდა გქონდეს აუცილებლად. მე დავუმატებ ერთ ვიტყოდი, იქამდე არ მივიდეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაგიხდნენ შემდგომში დეპუტატები და სახელმწიფო წარმომადგენლები, თუ კი მათი რაოდენობა დაიწყება. მოქალაქეები ვერ გახდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდება საქართველოს მოქალაქე. ასე უნდა იყოს მერკეთის საქართველოს მოქალაქე. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ესეთი წარმოჩენა ამ საკითხისა იყო ის რომ ყველგან და ყველაფერში და ყველასთან ჩვენ თანამშრომლობა გვაქვს და მეგობრული კავშირი გვაქვს ის აუცილებლად ქართული ინტერესი ეს არის და ეს არანაირად ჩვენი მეჩეთების აგებაზე ჩვენ და არა გვაქვს მეჩეთები აგებული აქ ლაპარაკია რომ ჩვენი გული საშიშროება და შეიძლება რამე მოხდეს და როდესაც ამათ არ ეხება იმდენად რამდენადაც ეხლა არავის არ უნდა შეურაცხყოფა მივაყენო ან ამათი ბრალი შეიძლება არ არის მაგრამ როდესაც თვითონ შენი მთავრობა მაპატიე და შეყავს ებრძვის და კლასს რას უკეთებს კი აღარ მინდა ვილაპარაკო ეს როგორია სხვა ქვეყანას ერთობაზე ვლაპარაკობდა შენ ქვეყანაში რო ხარ გაჭარბული ეს როგორია
რამდენი პროცენტი ჩვეულებრივ თქვენი პარტია